დილა მშვიდობის, როგორ ხართ შემოგობლებო. ხომ ხართ კარგად ყველანაირად ვაკეთებ ყოლმამდა რომ ავაკეთებ აი ამას ვეწვალები. რომ ფოთოლი გავთუთხოთ. Ჭირა თუ ეს წყალი. კარტოფილი უნდა მე მგონი ესეც დამჭირდება, იმიტომ რომ ცნაირი ფოთოლია ეს. გარედან რაც იქნება დიდები, ეგ გამომადგება მგონი მარტო. ნახოთ აბა. ნახოთ. ეს კვე როგორ ხართ? რა საქმიანობთ? აფარო ვიყიდე გუშინ მომწერა თამუნამ და მართლა ერთ წუთში ვნახე თამუნას კომენტარი რომ არ ვიცი რა უკვე ძვირიანს იყიდი თუ იაფიანსო აზრი არა აქვს მე მგონი იმიტომ რომ ფუჭდება უყველაო ძალიან მალე რომ მართალია მე მგონი არ ვიყიდ ძვირიანის კიდო ჯობია ეს 6 თვე გქონდეს და რაღაცნაირად მე ახალი იყიდო გადააგდო რა მალე ფუჭდება ძალიან მალე ფუჭდება და ეს ზედაპირი სანამ ექნება მაინც ხო იზვირიანი მე გენანება ახლა 80-ლარს რომ ისცემ და ეს ზედაპირი სანამ ექნება კარგი აი მანამდე ოდნავ დაინახავ თუ არა რომ გაფუჭდა უნდა გადააგდო რა გოშინ ერთი ქალი მეუბნებოდა ზუსტად მაგას ისიც ქვაბებს არჩევდა და ეხლა ვფიქრობ რომ ფერადებს აღარ ვიყიდიო საერთოდ გადავალო ნიკელის ფერი როა ხო იცით სულ რობზინავს აი ამ ფერი როა სულ ტაფები შიგნიდანაც ამ ფერი როა ესეთი აი მაგაზე გადავდივარ რომ მე ქვაბებზეცო და ტაფებზეცო ყველაფერზეო და მართალია ის ჯობია ძვირი არის მაგრამ იმას მართლა არაფერი არა აქვს რა უნდა ასწრეს მაგრამ სქელი უნდა იყიდო ეგეც. თხელი ფიქრობ რომ დაიწება და მე როგორც დამემართა. ხელზე რომ დამეწვა და ხელი. სოფლში. ზეც ძალიან წავს და შეიძლება შემოგესხას კიდევაც და ისედაც ძალიან თხელი რა ვიცი. ყველაფერს დაწვავს ასე მგონია. ეს ახლა ეგეთი თხელი არ არის ეს ტაფა. არ არის ძალიან თხელი. ნორმალურია. ესე. ეხლა დავიწყებ მე ამას შევწვალ. აკეთეს. ვცქმელი მაქვს და ვარ შევწვათ. დიაც მოვა. გაზის ფუძე დამირეკეს. გადაიხადეთ თორე. გადაჭიშებათო გაზიო ხო და უნდა გადავიხადო და მომივიდა ამ თვეში 126 ლარი. შარშან მომდიოდა ხოლმე 100 მეტი არ მოწვია. 100-105 იყო მგონი ერთხელ. მაგრამ საღამოთი ღამე სულ შავდი ხოლმე და წელს ისეთ ვილა ჩემთან სახში. ისეთ ვილა რომ აი ამე ვართ შავ ძალიან და მოსახლე მაგარი დავაზე მაქვს ხოლმე და დაბარზე მოწევი მაგრამ მაინც აგათ ზოგჯერ თუ ცივა მაინც ჩართავს ხოლმე და რა ძალიან კმაყოფილი ვარ ესე 26 ლარი არაფერი არ არის მოთბილოდეს ახლა კარგად სახში სქეტასაც მოსაქმეს ჩაიცმეს სოფლიდან რომ ჩამოვედი იმ სისქეჯემპრი მეცვა დამოვიდე რა იქ ცივა მაინც ცივა
ადგილი სოფელში. ხო ძალიან ბევრი მოგვივიდა და ამასთან შედარებით ცივა. და ის ჟემპრიანი ცმია საერთოდ აქვს. მაცხელა. საღამოთ ივანიავებ ხოლმე, აღარ მეშინია რა ვიცი, ძალიან მეშინოდა ხოლმე ღამე კარმის და ტოვებისა და ლია მითხრა, რომ საერთოდ საშიში არ არის არაფერი ჟურნალი და რავი, ტოვებთ ესე რა, აჩართოთ და საღამოთ დილის წინ ხოლმე ვანიავებ საათს და სუფთა ჰაერია შემოვიდეს და ისე ვიძინებთ და დილით მერე ხდება ძალიან თბილი სახლი. ჩართულს შევდავებ. ვანაში თვითვილა. ვანაში ისე თბილა, რომ თბილა რა დგება საერთოდ. ლუბანაო, ძალიან თბილა, ცოტათი დგება ეხლა. ძალიან ცოტათი რა. გარეთაც კი თბილა ეხლა. გუშინ არ ვიცი, რო გავედი გარეთ. მე მეგონა ეს არის მეთქი კაცო. ზაფხული ხوارებად გა. მაგრამ საღამოს უსვათაცი და ცხვირი გამიწითხრა უცბად. ძალიან მალიაცი და მზე გადავიდა თუ არა. ეხლა ახალ წაფას ბევრი ზეთიც არ უნდა. ცოტა ოფნის. მაგითიც კარგია. ზეთიც არ იყენებ ადამიანი. შეჭამეს ეს კონფეტები, ჟელიბონები. ერთი ცალი მაინც შემწეს. მაგრამ ყუთილები სულ შეჭამა მათი, აღარ არის ასე. Open it. Imagine Eric at the room more madam. How we done the whole water. I thought it's chocolate silver შეიძლება. Almost lunchtime ხარშუს ახლა. Chilly. Kartoffeln kochen na შემწვარი. მაგრამ ხო შეჭამ, სადი კულები ბიჭო. გამოდი ხამადელა.
მათემატიკა. რა ხდება? უკვე მალე ხაში გასვა. ორმას. მე ბორში. ბორში გიდოდა? ბორში ოდის გიყვას ახლა მოიგონა. მიყვარს. შენ კარტოფის გიწვა მათე. აჩუმდი. ბორში. მომაბრაზეთ მათე. თქით მოხეა ჩემ. ხანდარაცადო ეს ცალი ჩავარდა ისე რომ ესეც უნდა მოვიღო თორე საერთოდ გამოდგება დაიშალა ტოლმა მოვამზადე უკვე გავამზადე მოსახალშად ეს დავაფარებ გოგოებო ზემოთან არ ვიცი თქვენ თუ აფარებთ ხოლმე ესე მე დავაფარებ დაბლაც ჩავოფინე და ეს ზემოდანაც დავაფაროთ და დავდგავ მოსახალშად ესე ესეც უკვე მზად არის ნახეთ კარგად შეიწვა გემრიელად აი ეს მინდა მარილისთვის გავანთავისუფლე აქ გუშინ ჩაი რო დავაყენე ბარემ აი ამაში ჩავყარე ის რა ქვია შაქარი ძალიან საყვალებია და ესენი დალი მაჩქა უღრმესი მადლობა მას ზოგი გამიტყდა თეფშები ჭიქაც გამიტყდა ერთი ცალი მაგრამ რაც მაქვს მოკლედ ვუფრთხილდები მათემ გამიტყა ერთი თეფში ხახან გამიტეხა 2 დღის წინ ეხლა მე რა მინდა პიცის ცომი მინდა მოვზილო აქ ჩავყარე მარილი შაქარი საფუარი ეს ხო ერთი სიტყვით ეს კარგად უნდა გამოვაშლო ჯერ და მე ჩავყრი მარილს მანდ ჯერ არ ჩავყრი კალმაზე დავდებ და მე ეხლა პიცისთვის მოვზილ ცომს და მერე წავალ ავი ნიკასაც ველოდები შეიძლება მანამდე მოვიდეს და ერთად გავიდეთ საყიდლებზე პიცისთვის ვიყიდოთ ყველი და ის კიდე რა ქვია მაგას ზეხვი ეს ცოტა ის არის ცხელი ეს არის 3 ჭიქა ფქვილი 450 გრამია 3 ჭიქა არის 450 გრამი და მოვზილოთ ახლა ცომი დავტოვებ ამას და წავალ მე სანამ ეს გაღვივდება გადავიყვენ უცბად 2 ნაყიდში და მოვიტანებას მასალებს
ცოტაც ხوار დავამატო. აი. ცოტა. ზით ხო არა ჯობია ხოლმე რომ მოვზილო პიცის ცომიც აცნაირი მაგარი გამოდის ნახეთ მაგარი ეხლა ზეთ შევაზილო ცოტა გაფუმფლდეს ცომი და დაიწყდეს გაღვიდება კი კარგი იქნება მაინც, მაგრამ მე მგონი რომ ჩემი ცომი იმ დღეს რომ მოვზილე ბულკისთვის, პიცისთვისაც ძალიან კარგი იქნება ეგ. აი რაღაცნაირი გამოდის რა, ძალიან საყვარელი ცომი გამოდის ზით რო ვზელავ. რბილი, ფაფუკი და რაღაცნაირი კარგი. და კარაქით რომ მოვზილო, ზეთით ვზელ ხოლმე რა და რძით და კარაქით ალბათ კიდევ უფრო კაი გამოვა. კიდევ უფრო კაი ცომი იქნება, კარაქი რო დავამატო ზეთის მაგივრად. არა, ესეც დარფილდა. ზეთმა ეხლა უშვება ამასაც დაარფილა. ესე. კაი გამოვიდა ესეც. შვირად არ ვუცხობ ბავშვებს, ბიჭებს, პიცას და მინდა რომ კაი გამოვიდეს. საერთოდ რა, ეგეთი ვარ მე, როცა დროს და ენერგიას ვსვდებ, ხო? თუ მიფუჭლება, ან მეწვება, ან კაი არ გამომდის, იცით როგორ მიფუჭლება ხოლმე ხასიათი ძალიან. მათი ეხლა ამოვიდა ქვემოდან. ითამაშ. ხო და ეზარება რომ გამომყვეს. ვიცი, მარტომ ეს მეზარება ეხლა წასვლა. ძალიან კარგია. ძალიან. კაი ცომი გამოვიდა. მათე წავიდა დედიკუნა. ცოტა ხან. ეს წავა ეხლა კანასთან. ცოტა ხანი კაი, ხო, მაგრამ მე ეს იმას ვიზავს, გაღვიდება უკვე. წავა გავიტან გოგო რომ მე მოიხდე.
ისევ ესეთი მომიდანაო, ნაბიჯი შარიცი იყიდება თუ არა. იყიდება მეგო. ეს უბრალოდ ცუდი არ არის, ბევრი უნდა უბრალოდ შედარებით. ეს ძის ბოთლია. აღარ მაგდა. კიდევ ძეს, მაგრამ აი ხა ცოტა რაც დარჩა აქში. აიჭრა. ბოთლის რძე გვეინახება რა ვიყავს. იმიტომ ვიგულობ ხოლმე უხსას თუ. უხსას ვიგულობ, მაგრამ ნუ ეს რძე ინახება ძალიან ცოტა ხანს. ბოთლის ძალიან ცოტა. უნდა თქვა იმაში გარის ყველაფერი. ნიჩ. ჩავიცნე ხა და წავახთ მიდამათ. ემწუთში შემოვედი, ემწუთში. ეხა წავალ, გამოვიცვი. ამას გავიხდი, გამოვიტანე ცომი. აიმე როგორ გაცხელდა და უცბად ამოღუვებულა, ნახეთ. დამხვდა ესე გაღვივებული. რა მოვიტანე, გაჩვენეთ. მაგნიტშიც ვიყავი და ორ ნაბიჯით და მე უნდა დავიწყო სასწრაფოდ პიცა. ესეთი პატარა ნამცხვარი ვიყიდე, არ ვიცი. როგორია მე მგონი რომ გემრიელი იქნება იმ დღეს რაფაელო გავსინჯეთ მაგნიტისა და ძალიან მომეწონა და ესეც არ უნდა იყოს ცუდი. ეს რძე ვიყიდე კიდე დანარჩენი ყველაფერი ორ ნაბიჯში, მარტო ეს ვიყიდე მაგნიტში. კვერცხი ყვერი და ძეხვი ესენი ვიყიდე იმისთვის, პიცისთვის. და ორეგანო და შავი პირპილი, ესეც პიცისთვის. აი ეს არის ჩვენი საყიდლები. 28 ლარი და 12 თეთრი გადავიხადე. მაშინ ოქრია ორი ნაბიჯში და 13 ლარი მაგნიტში. ერთი წუთით. ეხლა დავიწყოთ ჩვენ ყველის გახსნა. ზეხვს გავჭრი, ყველაფერს გავამზადებ და მე ღუმელიც მინდა უკვე შევთო, რომ უნდა იყოს გახურებული ღუმელი. იცის მეგონი რომ ეს ყველი მოუხდება. არ ვიცი.
ეხლა იცისთვის ვამზადებ საწებეს. აქ მაგ უკვე გუნდა, ნახეთ, ამოღებული 3 ცალი. დავიწყებ მალე უკვე მომზადებას. ანუ ეს არის პამინდურის საწებელი მარნეულის, მაგრამ მე კიდე უნდა შევაზავო. ესე. მარნეულის ტომატპასტა მაქვს აქ. 1 კოვზი მინდა რომ დავამატო, 1 წუთი დავდებ ამას. დავამატე 1 კოვზი ტომატპასტა, შავი პილპილი. ესე. და ორეგანო. ესე. და მარილი. აი ეს. ეხლა ამას გადავურებ ერთმანეთში, კარგად. და საწებელი მაქვს უკვე მომზადებული. აქეთ ყველი გავხეხე. ესეც მზად მაქვს. და ესეც ძეხვი. დავჭერი. გავაბრწყელე. წავუსვი საწებელი. ეხლა დავალაგებ ძეხვს ესე. მათე ჩაუწიე რა ცოტა. ეს. ესე. და მოვაყაროთ ყველი. გამოვაცხოთ ახლა. ესე გამოიყურება ჩემი პიცა. ნახეთ როგორ დაიბრაცა, ეს მეორე და ერთი ცალიც მაქვს. გამოსაცხობი. დროებით ხვალამდე მიყვარხართ.